მოგესალმებით, ეს არის მილენიალი. მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ნიკა ქობულაძე, იგივე ნიკუშა მარქსი. ძალიან საინტერესო ადამიანი, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, მე მგონი ჩვენ სოციალურ სივრცეში, რომელსაც დაერქვა ეს სახელი და როგორც მარქსისტი ისე შემოვიდა ჩვენს რაღაც სოციალურ ცხოვრებაში, ვირტუალურ ცხოვრებაში პირველ რიგში. ამის გარდა არსებობს ისეთი საკითხები, როგორიც იყო ნაცებთან ბრძოლა, ერთად ვიყავით ამ ბრძოლის პერიოდში, ამ ბრძოლაში და ეხლაც ვაგრძელებთ ნაცების წინააღმდეგ ბრძოლას. შევეცდებით სხვადასხვა საკითხს შევეხოთ ერთდროულად, რაღაც კონკრეტული მიმართება არ გქონდეს, მაგრამ დამიჯერეთ საინტერესო იქნება. ნიკუშ, შენ ხარ უფრო მარქსისტი ესე ვთქვათ, ხო? ნუ მაგ ტრადიციაში ვარ და შეხარ. თლად მარქსისტი ვარ, მეთქი ხარ, რო გითხარო რაღაცა ისეთი ძალიან ჩამოყალიბებული და რაღაც მარც მოწმუნე არ არის, მაგრამ მარქსისტულ ტრადიციაში რო ვარ, მაგას უბრალოდ მეც რაღაც ნაწილი მომწონს მარქსიზმის, მაგრამ მაინც განსხვავება ერთ-ერთი არის ის, რომ მე მაინც დროს ვხედავ როგორც რაღაც ციკლურობას, იმიტომ რომ რაღაც ცივილიზაციების ისტორიას რო ვსწავლობ, ვხედავ რომ რაც რომს მოუვიდა, ის ნიშნები დღეს არის, დასავლეთში, კონკრეტულად შეერთებულ შტატებში. რაც მაგალითად ძველ იმპერიებს მოსვლიათ, რაღაცები მეორდება, შეიძლება ზუსტი ანალოგია არ არის, მაგრამ მეორდება. და ეხლანდელი ეს მოვლენები რატომაც გონია რომ რაღაცნაირად დასავლეთის დასუსტება მიდის, ეს სწორედ იმიტომაც გონია რომ ჩემი წარმოდგენით ეს არის ერთ-ერთი ციკლის დასასრული. უბრალოდ დასასრული არა, გადავიდა ეს ციკლი დასასრულისკენ. ანუ თუ აქამდე იყო აღმავლობისკენ, დასავლური აღმავლობის ეპოქა იყო, ახლა დასასრულისკენ გადავიდა. შენ მაინც მარქსისტი ხარ, შენ მაინც მე მგონი არ გჯერა ეგ ციკლურობა, ხო? ციკლურობს ამჯერამ, ჯერა რომ ეკონომიკური მიზეზები არსებობს რაღაც პროცესების რა იდეაში. ის არის, სიმართლე გითხრა, მოდი ახლა იმის გარეშე რომ შევხედოთ. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მეცი რისი მეშინია, ნუკრია მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია რა, რომ არ მინდა გამომჩეს ის მომენტი, როდესაც აღმოაჩენ რომ რაღაც დიდი პროცესები მოხდა და ვერ შეამჩნია რა, იმიტომ რომ სულ მაგალითად მახსოვს რომ რომელიღაც წიგნში წავიკითხე, არ მახსოვს რომელში. იქ იყო ძალიან კარგი მომენტი, ანუ 1932 წლის ამბავი რა, რომ ტიპი ამბობს რომ 1932 წელს რო წარმოვიდგინე ხარო 1932 წელსო იღვიძებ გერმანიაშიო რა და ანუ არ იციო რა რომ რა გეულდება წინო და შენ გონიაო რომ რა პროცესებიც მიმდინარეობსო შეუძლებელი არის რაღაცები მოხდესო რა ჰიტლერის მოსვლა შეუძლებელი არის ხო იმიტომ რომ 32 წლის პერსპექტივით ჰიტლერის მოსვლა შეუძლებელი იყო იმიტომ რომ ვინც არ იცის ჰიტლერმა ერთად შენებში წააგო და ანუ ფიქრობდნენ რომ всё რა ის რაღაც დროებითი მოვლენა იყო რაღაც გერმანული ნაციზმის აღზევება მაგრამ რაღაც მომენტში აღმოჩნდა რომ არათუ დროებითი არამედ დაახლოებით როგორი იყო ის რომ გერმანელი რა ვიცი შალვა ნათელაშვილი უცბად რომ შალვა ნათელაშვილმა აიყო ძალაუფლება და რაღაცა სასწაულები გააკეთა კი რო აი იმის შეშით რომ გერმანელ კომუნისტებს არ მოიგოთ ჩააბარეს ჰიტლერს და ესე სააკაშვილი გარიყო სააკაშვილი იყო კი მეც გაგაშალვა ნათელაშვილზე მეც ეგრე მგონია იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა სულ მგონია რომ თავარი მიზეზი რის გამოც მიშა გახდა პრეზიდენტი იყო რომ მიშას უნდა პრეზიდენტობა და რაღაცნაირად გაიტანა თავისი ბევრ სხვა პროცესებთან ერთად თავისთავად რა ხო მარტო მიშას სრული არ იყო ეგეთი არ დილემა იყო მან მოდი ესე ვთქვა იყო რაღაცნაირად დილემა დასავლეთის მხრიდან იყო დილემა იყო ზურაბ ჟვანიას ფიგურა აშკარად იყო მე როგორც ვიცი ლაპარაკი მიდიოდა თურმე პატა შევარნაძეზე და უცბად სააკაშვილისნაირი ფიგურა გახდა იმიტომ რომ მან უბრალოდ აჯობა ჟვანიას აჯობა რითი ჟვანიამ იმის მიუხედავად რომ წინვალე იყო მაგალითად საპარლამენტო რაღაც ინტრიგებში მას შეეძლო საპარლამენტო თამაშების და კულუარული თამაშების კარგ წარმოება საჯარო პოლიტიკაში სუსტი იყო
მე გეტყვი ერთი მას. როჯერ ჟელაზნის აქვს ერთი კარგი მოთხრობა. მოთხრობის შინაარსი არის ასეთი, რომ ხელოვნური ინტელექტები უპირისპირდებიან ერთმანეთს. და ანუ ითვლიან, რომ ვინც ბრძოლას დაიწყებს, ის წააგებს ბრძოლას. ანუ ხელოვნური ინტელექტის ალბათობა არის ესეთი და აღმოჩნდება, რომ ანუ ორივეს ალბათობა, რომ დაიწყოს ბრძოლა და წააგოს არის 85%. ანუ ვინც დაიწყებს, წააგებს. ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოდის, რომ ომები არ ხდება რა. სანამ ერთ მომენტში ადამიანმა რომელიც არ იცოდა ამის შესახებ, უბრალოდ დაიწყებს ომს და მოიგებს. და რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ ჩემი აზრით, ანუ მიშას ძალიან დიდი სურვილი, რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, განაპირობა ის რომ ის გახდა პრეზიდენტი რა და პრეს ამას ანუ ბევრი რამე დაემთხვა. ის რომ მაგალითად რუსეთი ძალიან უნდა დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო. და ამიტომაც მის გავლენის სფეროში დაეთანხმა ხელისუფლების ცვლილებას. და რა ერთი ფაქტორიც იყო ძალიან გაცეებული ქონდა ურთიერთობა პუტინს და შევარდნაძეს. თავისთავად, მაგრამ მე ვამფრა რომ ანუ ბევრი რაღაცა დაემთხვა რა. გახსოვს და მე მაგალითად დაემთხვა ის რომ სააკაშვილმა ძალიან კარგად მოახერხა და მაგალითად ამერიკელების თემებს დააძდა. მეც რა მახსოვს სააკაშვილი პირველი წავიდა მოსკოვში და იქ ისაუბრა რომ ის ახალ რუსეთს პუტინის სახით ესაუბრება და ის ძველი რაღაცა ურთიერთობა ქართულ-რუსული ურთიერთობები ესე იგი დასრულდა და ახალ ეტაპზე გადავიდა და ისინი უკვე შეთანხმდებით ბევრ რამეს. აი ზუსტად აი ზელენსკის ის მახსენდება მაგალითი ზელენსკი რომელიც იყო ადამიანი რომელმაც ხმები აიღო იმის ხარჯზე რომ ის დაპირდა რომ რუსეთს დაელაპარაკებოდა და მშვიდობას მიაღწევდა მშვიდობას დადებდა ესე ვთქვათ რა როგორ შეხვდა გახსოვს ან ზელენსკი თვითონ სხვანაირად შეხვდა ვიდრე სააკაშვილი როდესაც შეხვდა ზელენსკი პუტინს დაცინობდა პუტინს ოღონდ მანამდე უკვე არის ერთი დეტალი რომელსაც საქართველოში არ იციან როდესაც ზელენსკი მოიგო არჩევნები მან განაცხადა რომ ის აპირებდა განახორციელება საკუთარი გეგმა 70-მა NGO-მ მოაწერა ხელი მემორანდუმს რომლის თანახმადაც თუ რუსეთს დაელაპარაკებოდა უკრაინა და ზავს გააფორმებდა ისინი ზელენსკის გამოაცხადებდნენ მტრად. ეხლა ეს ყველაფერი გადათარგმნეთ იმ წოდნით, რაც უკვე დღეს ვიცით, რომ მედიის 100% და NGO-ების 98% ფინანსდებოდა USAID-ის მიმართ. ანუ უბრალოდ ზელენსკის შეიძლება მართლა უნდა რაღაც მომენტში, მე არ ვიცი ხომ მაგას თავს. ისე ამ ხრივ სააკაშვილი უფრო ნიჭიერი იყო რა გაგებით. სააკაშვილი თვითონ მართავდა კი არა მიშა მე არ მახსენდება მიშა ბევრ მასშტაბური ფიგურა ჩემი ზელენსკი კი არ შეიდარე მაგრამ ზელენსკი ჩვეულებრივი ანუ ძალაუფლების მოყვარული ავტორიტარია და მიშა არის ძალაუფლების მოყვარული ავტორიტარი რომელსაც ასევე შეეძლო თავად ყოფილიყო სიტუაციების შემქმნელი რა ანუ მოთამაშე ყოფილიყო რა განსხვავებით ზელიადან მაგალითად. ხო და აი ამ მიმართულებით აი მაგას შეეკითხები. ეგეთი ტიპები როგორც სააკაშვილია და ეგეთი ტიპები რა. ესეთი ტიპები უბრალოდ აი რა ვიცი 90-იან წლებში ვერ მოვიდოდნენ. ვერ მოვიდოდნენ. მე შენ ცოტა აწყობილი შენი აზრი მაინტერესებს. აი იმ დროს მოვიდა, როდესაც აი რაღაცნაირი დაცემის პერიოდში მოვიდა რა, საზოგადოების დაცემის პერიოდში მოვიდა. გეთახვები. ეგ ბუნებრივი იყო იმ იდეაში, იმიტომ რომ საჭირო იყო რაღაც ახალი ძალა. აი, რა ეხა ზელენსკის და მიშა რო შევადაროთ. მართალი ხარ მაგ ხრივ, იმიტომ რომ ორივე მოვიდა მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ძალიან გაიყრმა. ანუ უკრაინაში ზელენსკიმ გააკეთა თვითონ ხო ძალიან მართლა წარმატებული საპროდიუსერო ცენტრი ქონდა ეს 99 კვარტალი რომელშიც სერიალებს იღებდა და რუსეთში ყიდდა. რუსეთში ძირითადად. თვითონაც წარმატებული მსახიობი იყო და გააკეთა სერიალი რომელშიც თამაშობდა პრეზიდენტის როლს. და რაღაცა ანუ მართლა ხუმრობად იყო რომ აი
ეს ტიპი ხوار გახდეს პრეზიდენტი. მართლა გახდა და გახდა რის გამო რა, იმიტომ რომ სხვათა შორის იგივე არის ხა მაგალითად არგენტინაშიც ეს მილეი როგორც მოვიდა რა, რომ ანუ არგენტინაში ყველა პოლიტიკური პარტია გაყრდნილი იყო და ბარემ გიჟი ავირჩიოთო. და ერჩეს გიჟი. ეს პაპების არჩევის დროს რო იყო შუა საუკუნეებში, ანუ თითო ეპისკოპოსს თითო ხმა ჰქონდა და პაპი როგორ აერჩიათ და მოკლედ ყველა საკუთარ თავს აძლევდა. მერე ვიღაცა მიცა ყველაზე უარეს. ეს გახდა პაპი, ხო. აი ის რომ ვიღაცა აძლევს მერე ყველაზე უარეს, ეს ისტორიაში არაერთხელ ხდება ხოლმე რა. აი მათ შორის რა ვიცი, ფაშიზმის მოსვლას იტალიაში ერთ-ერთი ის იყო, მუსოლინი ხო არ მოსულა გამარჯვებით. მეფე ადგილად დანიშნა, იმიტომ რომ გადაცამა რაღაცი შეეშინა, რის შეეშინა არავინ არ იცის. ამ გადმოსახედიდან ის უნდა შეეშინებოდა არავინ არ იცის. ტრამე მარცხენებმა რა მაშინ არც იყვნენ იმდენად ძლიერები, რომ ტურინში რაღაცებს შესაძლებელი. ნუ რა იცი, მე რა მინდა იცი რომ შენი აზრი მაინტერესებს რა ხა მაგაზე ვფიქრობდი რა, რომ აი ზელენსკის თემასო დაუკავშირდით რა. სხვათა შორის ეხანდი გადასახედიდან რა ვთქვათ, არ გონია რომ ეს იგივე ჩვენი NGO სექტორი არ მოგცემს საშუალებას რაღაცები გავაკეთოთ. ანუ რას გულისხმობ იცი? აი ხა წარმოვიდგინე მაგალითად აფხაზეთის დაბრუნების თემა. ყველა მივიცით რომ დავუშვათ აფხაზეთი რომ დავიბრუნოთ, საჭიროა ჩვენი მხრიდან დათმობები. რა თქმა უნდა. ხო, ისე ხო არა შეუძლია. თუ მოლაპარაკებით მიდივართ ესაა. ხო, იმიტომ რომ ნუ ახლა ანუ ხო დარწმუნებული ხარ. არა, პირველ NGO გამო რომ ეს იტყვი ეგეთი აფხაზეთი ხო? თან ხო დარწმუნებული ხარ რომ ანუ რაც უფრო ჰუმანური NGO-ა მაგალითად იცავს სექსუალურ უმცირესობებს, ტრანსებს ასე შემდეგ, აუცილებლად სისხლის დალევას მოიწევს. ეს ხო იმ ბოლო არჩევნებზე ხო დამტკიცა ბიზნა ივანიშვილმა უბრალოდ თქვა ბოდიში უნდა მოუხადოთო, ას ნიშნავს რომ ნუ რა დათმობებზე ვიწყებთ ლაპარაკს. მოდით დავიწყოთ ლაპარაკი, მაგას ნიშნავს. პირველი ვინ გამოვიდა? NGO სექტორი გამოვიდა. ანუ ნახე, ადამიანები რომლებიც საუბრობენ კონფლიქტოლოგები რაღაც არ არიან დაინტერესებული იმ პოლიტიკურმა ძალამ, მათთვის ოპონენტმა პოლიტიკურმა ძალამ მოაგვაროს ეს საკითხი. და მანდ ხა მე იცი რა მაინტერესებს. მე გეტყვი რომ აი პირველ რიგში შენ აზრი მაინტერესებს. რა უნდა ვუყოთ NGO სექტორს? მე შეხება მე და შენ ვინ ვართ, ისე გეუბნები რა. არა, იმიტომ რომ წინა გადაცემაშიც სწორედ ამას შევეხეთ. მაგაზე მე სერიოზულად ვფიქრობ უკვე, იმიტომ რომ არა, ნუკლი, ანუ რატომ ვიცი რომ დივერსიული ძალა. მართლა დივერსიული ძალაა. თან ეს ხალხი, რომლებიც იქ მუშაობენ, დიდი ნაწილი შეიძლება ვერც ხვდებიან, რომ იყენებენ. ანუ იცი რა არის? დიდი ნაწილი, ანუ მართლა ვერ ხვდება რა. იცი რა არის? პირველ რიგში უნდა რაღაცნაირად უნდა გამოიკვეთოს რა. აი ჩვენ ამას კი აღარ ვაშენებთ, ვაშენებთ ამას. აი ეს რო ითქმება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვიწყებთ ამის აშენებას. აი როგორ ტიპის სახელმწიფო გვინდა, ხო? მე უკვე ავტომატურად ან ეწერები ამაში, ან თამაშგარეთ ახარ. სო, აი ეგრე უნდა იდგეს საკითხი რა. ოღონდ ახლა აქ მეორე შეკითხვაა. აი წინა გადაცემაშიც იგივე ვკითხე და შენ შეგიკითხები. როდესაც დადგება საკითხი როგორი სახელმწიფო გვინდა. აი ამ ხელშეკრულების სოციალურ კონტრაქტს, ხო? ვინ უნდა იყვნენ? ანუ ვინ წარმოგედგენია, ვინ უნდა იყვნენ? აი, ნუ ეხლა ისე ვამბობ რა, შეიძლება ეკლესიის წარმომადგენელი 1, ხო? კიდევ ვინ უნდა იყოს ბიზნესის წარმომადგენელი 2. კიდევ ვინ უნდა იყოს ამ ახალი სოციალური კონტრაქტი, ვინ უნდა შექმნას? აი, და აქ საინტერესოა ეს კონტრაქტი, რომელსაც ესენი შექმნიან. ექნება თუ არა საერთო ლეგიტიმაცია თუ ეს იქნება რაღაცა არადემოკრატიული. ეს შიშებიც ხო არის მეორე მხრივ. აი შენ როგორ წარმოგიდგენია? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. იმიტომ რომ ანუ მე თვითონ ვიცი რომ შეხედე რა ჩვენთან აკონტროლებს მედიას, ოპოზიცია და აკონტროლებს მედიას NGO სექტორი. რა ფინანსური პრობლემები აქვს, თავარი არხი იხურება. აი ძალიან კარგია. აი ეგეთი შეთანხმება რო იყოს, აი მაგაზე მიფიქრია. ეს შეთანხმება რო ხელისუფლებამ თქვას, ჩვენ გაპატიებთ გარკვეულ ფინანსურ დარღვევებს, მაგრამ რაღაცა შეთანხმება დავდოთ. მე არ მჯერა რომ ამ შეთანხმებას წამოვიდნენ ეს. არც ამჯერა. არა, ნუკლი, უყურე.
განა ის რომ თქვენ არ გამაკრიტიკებთ, მაგრამ იქნება რაღაც სტანდარტები რა. თქვენ ფეიკებს არ შექმნით, აი ეს კანონი მივიღეთ და შენ დაუჭერთ. თქვენ რაღაცა კულტურას, რაღაცა ზოგად კულტურას დაიცავთ. აი ზოგად კულტურის დაცვა არის ხა მნიშვნელოვანი, მე ძალიან რომელიც მორღვეულია. მნიშვნელოვანი რამე სამოთ რა, შეხედე. ბიზნესი აქვს თავის ინტერესები, ხო? აი ხა, ავიღოთ ბიზნესის ინტერესების დამცველი, ვთქვათ, პოლიტიკური იდეოლოგია ლიბერტარიანელები. ლიბერტარიანელები ამბობენ, რომ საჭიროა რომ ჩვენ ვიმოქმედოთ ამ ანგარებიან ინტერესებთან გამომდინარე და საბოლოოში ეს მივიყვანს რაღაც იმამდე, ხო, რაღაც ნორმალურ თემამდე. აქედან გამომდინარე, ან ასე უნდა იყოს, მაგალითად, ეს პრესაც, ხო? და მასმედიაც. და საქართველოს პრესა და მასმედია არის აბსოლუტურად დამოკიდებული ორ მთავარ დაფინანსების წყაროზე. ეს არის პოლიტიკა და ეს არის NGO სექტორი. ამის გამო, აი ხ მე მართლა წინა დღეს ვნახულობდი. მე მახსოვს ადრე IPN-ს ვკითხულობდი, IPN იყო ერთ-ერთი წყარო, რომელზეც ღებულობდი ინფორმაციას. დღეს IPN-ი შეუძლებელია წაიკითხო. ანუ შეუძლებელია. ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ ანუ იქ არის ისეთი ბანძი ბოდიში შემოყრებებისთვის პროპაგანდა რომ ანუ უბრალოდ გული აგერევა. ანუ მე აი ხა რას გულისხმობ, აი ხა მაგალითად არის რაღაცა თემები, რომელიც ანუ რა თემებიც შეიძლება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის გამختارიყო მაგალითად კარიერის გაკეთების თემები, ხო? აი ხა მაგალითად წარმოიდგინეთ ასეთ რამე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ირკვევა რომ ცნობილი ჟურნალისტს აქვს რაღაცა გიჟური სექსუალური ცხოვრება. წარმოვიდგინოთ დამგიჟური სექსუალური ცხოვრების აღწერი და აი გაირკვა რომ არსებობს ვიდეოები, სადაც არის ამ გიჟური სექსუალური ცხოვრების აღწერი ფაქტები, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული ქვეყნის პოლიტიკის წარმომადგენლებს, ცნობილ ტიპებს. რამდენი ვიდეო დაიდებოდა ამერიკაში. ყველა ბლოგერი მაგაზე ილაპარაკებდა, ყველა მედია მაგაზე ილაპარაკებდა, ყველა ტელევიზია მაგაზე ილაპარაკებდა. და უჩაბაშიძე და რამდენი ინფორმაცია დაიდო. ანუ მე არ გაჩვენდა. არც უჩას და არც მის მეუღლეც არაფერს არ ვერჩი. წლების წინ ვიცნობ კიდეზე. უბრალოდ მაინტერესებს რა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესი რო იყოს, ბიზნესი ელემენტები რო იყოს, არ იქნებოდა მაგადა საუბარი. რა თქმა უნდა, ნუ ჯერთად ხო. და ეხლა არ არის. რატო არ არის? იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური ინტერესი არ არის. იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესი არ არის. იმიტომ რომ რაღაცა NGO სექტორი ამბობს რომ რაღაც საერთო ძალა არ დააზიანოს. და ამან უყრი გააფუჭა, ქვეყანაში გააფუჭა მედია. აი ხა იმ დღეს ვკითხულობდი რა, რომ აი ხა მაგალითად მაინტერესებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წამეკითხა ქართული ვერსიები. ვუსმინე ანუ ლაპარაკი იმას კი არ არის რომ პროუკრაინული გააჩნია ვის უსმენე არა რას გულწრფ ტაბლიაშვილს უსმენე გასაგებია მეტი არავინ არ არის ანუ ქართულ მედიაში ნუ კრე მეტი არავინ არ არის ანუ მე რატო ამბობ იცი რომ მე გულისხმობ აი მოდი უფრო გასაგები რო იყოს რა არის პრო სახელმწიფო მედია ოკეი გასაგებია ნული პრობლემა ჩვენც მანდ ვართ არის ოპოზიციური მედია ოკეი, ეგეც არ არის პრობლემა. არის შუამედიაც, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ეს შუამედია უნდა იყოს რაღაც ესეთი ნეიტრალური, ხო? ეს მედია გახდა მარაზმული. ეს არის პრობლემა. ანუ მე რას ვამბობ, რომ აი ხა IPN-ზე რა არის, იცი? აი ხა მაგალითად, შედიხარ IPN-ზე. კითხულობ ინფორმაციას. IPN-ს შეიძლება ქონდეს საკუთარი პოზიცია და ეს პოზიცია შეიძლება იყოს ოდნავ გადახრილი, მაგრამ არ შეიძლება ეს პოზიცია იყოს ისეთი, რომ არ იკითხებოდეს. და ყველაფერი ეგრე, აი ხა მაგალითად აი ხა მე მახსოვს ხა ბავშვობაში ვკითხულობდი კვირის პალიტრას. თითქმის 5 წლიანი შესვენების შემდეგ 10 დღის წინ ვიყიდე. შეუძლებელია წაკითხვა. ანუ შეუძლებელია უბრალოდ რა. ეს არის აი რაღაცა აი ყველაზე შიზოფრენული ნაცი ან NGO-შნიკების გაზეთი, რომელშიც არის რაღაც პარანოიები იდეაში. და ამან უკრი გამოიწვია ისო რაღაცა შუა აღარ დარჩა ქვეყანაში. ხო, შუა არ დარჩა. მაგრამ ნახე, აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რა. მათ შორის, ნუ მოდი, თვითკრიტიკულებიც ვიყოთ.
რუხაძე იყო ახლა მისული გირჩთან. გირჩთან რასაც ეუბნებოდა სწორე იყო, იმიტომ გირჩთან იყო მისული. ეუბნებოდა ჩემი ბიზნესიაო და რა პოზიციაზე მინდა იმ პოზიციას დავიჭერო, რა გინდავთ? არა, ეგ ნუ გასაგებია. არა, ნახე. ეს იმ სისტემა, ეგ ლიბერალურ სისტემაში ჩემთვის გასაგებია, რომ კერძო საკუთრება და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მაგრამ აქ ეხლა ლიბერალიზმისა და დემოკრატიის კონფლიქტი სახეზია რა. და რას გულისხმობ? აგერ გვარამიას როგორიც უნდა ისეთი გააკეთა. იქ ხაზარაძეს როგორიც უნდა, ნუ გრიგოლი პირველი ისეთი არის. იმას როგორიც უნდა ესე აკეთებს. საქმე ესე რა არის, რომ დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს რაღაცა კულტურის გარეშე, შეთანხმების კულტურის გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერზე იყო შეთანხმება, მაგრამ საბაზისო კულტურულ რაღაცეებზე, მაგალითად იმაზე, რომ რაზეც მაკრიტიკებ, ფეიქი ადვილად მინიმუმ მაგაზე შეიძლება შეთანხმოთ, ადვილად გადამოწმებადი ფეიქი არ უნდა იყოს. ნუ ყურე, ხო? მეც რა მეტაცებს, აი ხა ძალიან მარტო რამეს ვამბობ რა. მე ძალიან ვაფასებ დასავლეთის ძალას თავს მოახვილოს ჩვენაირ ქვეყნებს რაღაც აზრი. ანუ რას გულისხმობ რა, რომ დასავლეთმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გავუკეთა არის აზრი, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს არაფერში. ოღონ მათ ეს არ ეხება. ანუ რას გულისხმობ? დასავლური სახელმწიფოები საქართველოში აფინანსებენ მედიას. ჩვენ არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ანუ მაგალითად შეუძლია რომელიმე ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ჩვენზე შეუდარებლად უფრო მეტი ფული აქვს. ჩვენთან აფინანსოს მედია, რომელთაც მის ინტერესები იქნება გატარებული. ოღონ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს ისეთი აზრი ჩაგვინარგოს, რომ ამის უფლება არ გვაქვს. პლუს ამას ემატება, რომ ქართულ ბიზნესს არ აქვს ამის ტრადიცია. რომ ანუ ქართულმა ბიზნესმა არ იცის, მაგალითად როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ანუ რას გულისხმობ რა, რომ აი ხა როგორ არის ეს პარლამენტში შევადა? ხო, ოღონდ ეგ არ არის მარტო დაცვა. ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ აი ხა მაგალითად მე არ წარმომიდგენია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ ადგილობრივი ლობიზმია. ჩვენ და ლობიზმი კანონითაა გაწადული მგონი. ხო, ერთ-ერთი პრობლემა. შეიძლება პრობლემა არ ვიცი. ხო, ნუკლი, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი? ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები შეხედა რა. ყურე, რუსეთთან რომ დაიწყო ეს ცნობილი კრიზისი, როდესაც უკრაინასთან სამხედრო მოქმედებები დაიწყეს რუსებმა, ქართულმა NGO-ებმა მოითხოვეს, რომ ჩვენ გამოგვეცხადა ემბარგო და არ შეგვეტანა ქართული ღვინო რუსეთში. შენ წარმოგიდგენია, რომ აი ფრანგმა ბიზნესმენებმა თქვან, რომ ჩვენ არ შევიტანოთ ღვინო ამერიკაში, იმიტომ რომ აი ტრამპია ხელისუფლებაშიო. წარმოგიდგენია, რას უზამენ იქ აი მაკრონმა რო ეგ თქვას, ხო ფრანგული ბიზნესი ხო შეჭამს NGO სექტორის დახმარებით, ხო? ანუ ეგეც ხო არის. იმიტომ მე იქ ვამბობდი რა, რომ იმას დაგრას გირჩი ხო, არა, ნახე ჩვენთვის გასაგებია. ამერიკული ბიზნესი ეს არის ბაინს ისეთი ბიზნესი, რომელიც აყალიბებს კორპორაციებს. ანუ ორგანიზებული არის, სხვადასხვა ბიზნესმენი არის ჩართული, არის მოლაპარაკებების შეთანხმების, კოლექტიური დაცვის მექანიზმების, დიდი ლობიზმის, ანუ რაღაცა ტრადიციებზე დგას. შენი ბიზნესი ეგეთ რაღაცებზე არ დგას. მაგიტომაც შენ ბიზნესმენს უწევს თვითონ შევიდეს პარლამენტში. აი ხაზარაძემ რაც გააკეთა ახლა, ხო? აი კლასიკური მაგალითი. კი, არა, ლოკურია, მაგრამ თვითონ შევიდეს, თვითონ შექმნას პარტია, თვითონ შევიდეს იმაში პარლამენტში რა. ვიდრე მან შექმნას რაღაცა NGO, ის გააკეთოს, ეს გააკეთოს, ბევრი ის გააკეთოს. არ აქვს ამის ესეთი ტრადიცია, გამოცდილება. აი ლიბერტარიანიზმის ახლა რატომ არის გირჩი პრობლემა საქართველოში? ლიბერტარიანიზმის ბიზნესი როგორც წარმოუდგენია, ესა ველური დასავლეთის ბიზნესი. საქართველოში ბიზნესი იმდენადაა დამოკიდებული თუნდაც ტენდერებზე, იმდენადაა დამოკიდებული სახელმწიფოზე, ხო? იმდენადაა დამოკიდებული უცხოურ სახელმწიფოებზე, NGO სექტორზე. მას რო ელაპარაკებენ მინიმალური სახელმწიფო, მას გონია რომ ესე იგი არ ექნება მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. არ აწყობს, ანუ მაგას ვერ ხვდება გირჩის სიამდვილეში, რომ ქართულ ბიზნესს ჭირდება სახელმწიფო და პირიქით არ აწუხებს სახელმწიფო. კიდე იცი რა არის გირჩის სიამდვილეში იგივე თემას ვაგრძელებთ რა, რომ გირჩი იქცევა ისე რომ ის ქართულ სახელმწიფოს ასუსტებს და არ ითვალისწინებს, რომ ცხოვრობს სამყაროში, სადაც სხვა სახელმწიფოები არსებობენ.
რომლებიც მის ინტერესებს ატარებენ. ხო. ანუ ჩვენ პრობლემა რა იცი? ქართული გიჩის პრობლემა, რომ იარაღს მისე მე მოსახლეობას და არა, დაიცავენ. მაგრამ ეს ამბობს, რომ ოკეი, გასაგებია, რომ ქართული სახელმწიფო მართლა ობიექტურად უნდა დაიცვას კონკურენციის პირობები, მაგრამ სხვები რო არიცავენ. ან ევროკავშირი რო არიცავს მაგალითად, ან ამერიკა რო არიცავს მაგ ინტერესებს, თურქეთი რო არიცავს, აზერბაიჯანი რო არიცავს. ანუ მე სულ მეცნი მაგ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. მე მახსოვს, რომ ანუ მათ შორის ქართული ოცნების წევრი ამბობდა, რომ აი ჩვენ ახლა უნდა მოახდინოთ დავშოთ რაღაც სახელმწიფო კომპანიების რეალიზაცია და უნდა მივუყვდათ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას. ანუ ლოგიკას ვერ ხვდები ხოლმე ეგეთ რაღაცეებში რა, რომ იმიტომ რომ აი ხვდები რა, რომ ხო თუ სახელმწიფო კომპანია არის არაეფექტური, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ქართულზე ეფექტური იქნება. მაგაზე არა ვარ ხა დარწმუნებული, აი სუფთა ლოგიკიდან გამომდინარე. თუ ხვდები, რომ კი, შენ გინდა რაღაც პროტენციალ შემოიყვანო სხვა სექტორი, სხვა კომპანია, რომელსაც უკეთესი მართვა, გამოცდილება, ტექნოლოგიები. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, ან ყაზახური, ან რუსული უკეთესი იქნება? ხო და ეს რაღაცებია, რაც იდეაში ნუკრი ჩვენ გვიშლის ხელს, იმიტომ რომ აი ხა გირჩმაც სიამდვილეში, ანუ შეხედე რა, რომ ჩვენ ახლა ვართ ქართულ პოლიტიკაში არის ერთი ძალიან საცილო თემა რა. მაგალითად, მე ადამიანს რომელიც რაღაც მემარცხენე-ტრადიციიდან მოვდივარ და შენს რომელიც მემარცხენე-ტრადიციიდან მოდიხარ ხოლმე. როგებულობ რომ სამყაროს რომ მართავ ხოლმე. ხო, არის ხოლმე, რომ აი რო უსმენ ხოლმე აი მასკს და რაღაცებს რომ უსმენ ხოლმე, რომ აი აღმოვაჩენ რომ აი სამყაროს მართავენ მემარცხენეები. და ხვდები რომ სხვა მემარცხენეებზეა ხო ლაპარაკი სამდაში. რომელიც შენ ამდენ კავშირი არ გქონდა, შენ არ მოგწონს, ხო? ასევე არის გირჩის შემთხვევაში, სამდაში, რომ გირჩს ვინც წარმოუდგენია რომ რაღაცები ხდება, ეგეც ხო არა რეალობაში რა, იდეაში, იმიტომ რომ ცირა არის აქ ყველაზე ეგ შეკითხვები უნდა დავსვა მაშინ, ლოგიკურად გადავდივართ. რეალობის სურათი. რეალობის სურათი ვისა ყველაზე მეტნაკლებად ობიექტური. ის რომ ესე იგი ყველას დამახინჯებული აქვს ეგ რეალობის სურათი, ეგ უკრაინის ომში ჩანდა. დასავლეთის ხედვაც არასწორი აღმოჩნდა უკრაინის ომთან დაკავშირებით დასაწყისში და არც რუსეთის ხედვა არ აღმოჩნდა სწორი. უკრაინელების ხედვა რო არ აღმოჩნდა, ეგ თავისთავად თავს უკვე ცხადია. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ერთ რამეს. მე ვკითხულობ მართალია ნათარგმნი იყო და რამდენად სანდოა ეს წყარო, არ ვიცი, მაგრამ ჩინელების ის იყო დასკვნები იყო უკრაინის ომთან დაკავშირებით. და ეგ ეს დასკვნები იყო რა, რომ ნუ მოკლედ ჩინელებმა მიიღეს ეს როგორც საკუთარ თავზე დარტყმა. ისა უკრაინის კონფლიქტი როგორც ცდელობა რომ დაარტყა და როგორც ცდელობა რომ ის მოეხდინა რუსეთის გავლით, ნუ ჩინეთზე დარტყმა იყო და ახლობთ ესე აღიქვეს. აღმოჩნდა რომ ყველაზე ესეთი რაღაცნაირი დასკვნები. ეხლა მაშინ მეორე შეკითხვა დავსვათ. რატომ აღმოჩნდა რომ ჩინური დასკვნები ყველაზე ესეთი ობიექტური ესე ვთქვათ რა. ჩინელებს არ აქვთ ამოცანა რაღაც იდეოლოგიურ გავრცელონ სხვაგან და მათი ამოცანა არის რომ მათი ანალიტიკური ცენტრები მუშაობენ არა იდეოლოგიის გავრცელებაზე, არამედ რაღაც რეალური სურათებისა და სტრატეგიების შექმნაზე. ჩვენი ინსტიტუტების ამოცანა, უნივერსიტეტი იქნებოდა ინსტიტუტები, NGO-ები, რაღაცეები, იყო რაღაც რელიგიური შინაარსიც იყო, რომელსაც არ ქონდა მიზნად რეალური სურათის დანახვა. ჩვენ შესახებ, აი რო ვკითხულობ, აი დასავლურ პრესაში რო ვკითხულობ ჩვენ შესახებ. აი გონია რომ აბსოლუტურად სხვა საქართველოზე წერენ, აბსოლუტურად სხვა რეალობაზე წერენ რა. ნათელია რომ საქართველოზე წარმოდგენა არის იმდენად დამახინჯებული მათ თვალში. არ შეესაბამება აი ამ რეალობას და ეს მე მაიჭვებს იმას რომ ესე იგი დასავლურ ინსტიტუტებს აღარ აქვთ უნარი რაღაც გეოგრაფიულ არეალს რო გაცდები იმ დანარჩენ არეალში ადეკვატური ისინი კონდეს. გუშინ მოვარგავდი ჩემს მეგობარს, გელა მოკითხა და რომელსაც გერმანიაში ცხოვრობს რა და მას რაღაცა ვკითხე რომ მეთქი ხანდახან ეჭვი მაქვს თქო რომ აი გერმანული რო არ ვიცი მეთქი იმიტომ ვერ ხვდები ალბათ დავშვათ გერმანიის მწვანეთა პარტიას რატომ მომწონს ხალხს.
ხო და მითხრა რომ გერმანული რო იცოდეო, უფრო მეტად არ მოგეწონებოდაო რა და ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ნიშანი რომ დასავლეთში რაღაც ვერ არის კარგად არის ის პოლიტიკა რაც აქვს დასავლეთის მონარქეთთან. და მე მართლა ვერ ხვდები ხა უარყოფა? არა, საერთოდ ანუ აი რასაკეთებს დასავლეთ რომ აი მაგალითად აი რა სჭირდება უკრაინასთან ომი. ან მაგალითად ვერ ხვდები ხო. უკრაინა ომის გაგრძელება რა. ან საერთოდ აი საერთოდ ვერ ხვდები მაგალითად დასავლეთი თუ ის თulis რო არის რაღაც ესეთი რა ჰუმანური იდეებიდან გამოდის კაცმოყვარე იდეებიდან გამოდის უკრაინულ ფაშიზმში ამოწონს. მართლა მე აი მემარჯვენეები ერთ-ერთი დასაყრდენია რა. ხო, მაგრამ ანუ ხო, ეგ ხო, მაგრამ მე რას გულისხმობს რა ეხლა მაგალითად რა ვიცი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას უკრაინულ ფაშიზმში ამოწონს. მართლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ რა ვიცი იმიტომ რომ არ უყურებენ ხო არა ხო იდეოლოგიურად უყურებენ ძალიან რაღაცა ხო იმიტომ რომ ხაცა ამოცანების დაკავშირებით ხო რა ამოცანებიც ჰქონდათ იმ ამოცანებიდან არა უბრალოდ რა ამოცანები ჰქონდათ გერმანელებს რა ამოცანები ჰქონდათ ანუ ამერიკელებს ჩემთვის გასაგებია კი ანუ მე რასვამს ახლა წარმოვიდგინე რა რომ აი ყველაზე საცილო ამბავი ბოლო პერიოდში გავიგე რომ 29 იანვარს ესტონეთი და კიდე ორი საწყალი სახელმწიფო რო არის ერთად გამოეყო ანუ რუსეთის ენერგეტიკულ სისტემას და ეს აღნიშნეს ზეიმით მეორე დღეს ელექტროენერგიის ფასი გასამაგდა ანუ გამოეყვნენ და ჩაერთნენ ჩtildeო ევროპულ ენერგეტიკის სისტემაში ანუ ერთს გამოეყვნენ და ჩაერთეს მეორეში და ფასი გასამაგდა და ზეიმობდნენ დღემდე ზეიმობენ. ანუ წარმოვიდგინეთ რომ ჩვენ რო ვიხდით ახლა რა ვიცი 23 თეთრს. რომ ხვალ გავუძვით და 65 თეთრ ქონდეს კვადრატულ ემასე 1 კილოვატზე 1 კილოვატზე გადასახდელი. ხო არ არის ნორმალური. მაგრამ არ ვიცი რა. მაგრამ კაი ეს შეიძლება მოგება წაგებაზე მნიშვნელოვანი რა სიმბოლოებია და მე მესმის რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე სიმბოლოებს ჰქონდეს მნიშვნელობა. ეგ ახლა საბჭოთა კავშირის ცუდნი ადამიანმაც უნდა იცოდეს რომ ეგეთ ნაბიჯებს საბჭოთა კავშირის დგავდა რაღაც. ეთანხმები, მაგრამ მე სხვა რამეში ვალობ. შეხედე შეხო შენ დარწმუნებული ხარ რომ მაგრამ პრინციპში ცრამდე მეკითხა რომ შენ დარწმუნებული ხარ რომ მეთქი იქაურ მოსახლეობას ამასაც გასამაგებული დენის გასახადი მოვა ყოველფერი იქნება მეთქი და ალბათ იქნება არ ვიცი აი ნახე არის რამოდენიმე სტრატეგია გადარჩენის რა და საქართველოს გადარჩენის სტრატეგია უბრალოდ მოდი გადარჩენას არ დავარქოთ საქართველოს რაღაცნაირად დომინაციის აი ქართული დომინაციის სტრატეგია არსებობს ესეთი იტალიური ქალაქ სახელმწიფოების სტრატეგია, ვენეციის სტრატეგია, როდესაც პატარა სახელმწიფოებს შეუულიათ დიდ სახელმწიფოების ჯაბნა. ამას შვებიან რითი? შვებიან იმით, რომ ბაზარზე აქვთ გასაღები, მეორე შვებოდნენ რითი, რომ ყველგან ყავდათ, ყველა სამეფო კარზე ყავდათ, მათ შორის თრულ სამეფო კარზეც ყავდათ საკუთარი ეს დიასპორა, ესე ვთქვათ, გარკვეული დიასპორების სტრატეგია. აი, ჩვენთვის ესე იგი ნათელია, რომ ქართველები ამას ვერ შექმნიან. რატო ვერ შექმნიან? საქართველოს დიასპორა. რომ ხავს ჩვენი ემიგრანტები აძლევენ ისეთ პროექტებს, ისეთ ადამიანებს ხმებს, რომელიც საქართველოს გადარჩენას არ ემსახურება. საერთოდ არ ემსახურება საქართველოს გადარჩენას. ას მოლდოველებს არ აყავთ ეგეთი იმიტომ რომ მოლდოვა ემიგრანტებმა გასაგებია დასავლეთში წასულ დაღუპეს მოლდოვა რეალურად. ესე იგი სამჯერ ჩამოგრჩება დღეს ვიდრე ჩამოგრჩებოდა ომამდე, ხო? მოლდოვა. ანუ იმის გამინდა რომ რაშია პრობლემა მე ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, რაშია პრობლემა? აი სად არის ეგ ჩავარდნა, რატომაც ვერ იქნება რაღაცა კოლექტიური აზრი, ესე ვთქვათ რა. ოკეი. არ წარმოებთ კოლექტიურ აზრს. ძალიან მარტივია, შეხედე. ჩვენ მე არ მყავს შენიცი კონსპიროლოგია. ჩემ მაყურებელმაც ბევრჯერ მეთქონს.
მაგრამ ძალიან რთულია აწარმოო აზრი, როდესაც სკოლის ისტორიის წიგნებს გიწერენ ისეთი NGO-შნიკები, რომლებსაც რაღაც კონტროლებენ. კარგი წერენ. ხო, გიკონტროლებენ რა, რომ რაღაც თემები, რომელზეც უნდა ილაპარაკო. ქვეყნის მედიას დღის წესრის გიდგენს ასევე რაღაც დასავლური ან ვიღაც ინტერესების მქონე ხალხი და ძალიან რთულია ნუ ინდიაში რა მართლა რა. აი ხა უკრაინის მაგალითი აიღე რა, რომ უკრაინელები დაარწმუნეს ოფიციალურად, რომ ისინი არიან რაღაც გამორჩეული გენის მქონე სლავები, რომელსაც თუ მთავრობა არ მოსწონთ, გამოვარდებიან და მთავრობას გადააყენებენ. რომ ეს მთელი ანუ არიან თვითწარმოდგენა სლავი ფრანგები. ხო, რო შეხედო არიან სლავი ფრანგები, რომელიც რუსებისგან განსხვავებით, თუ მთავრობა არ მოწონთ, გამოდიდნენ მთავრობას დაამხობენ. ეხლა ირკვევა, რომ ყველა მთავრობის დაამხობა ძალიან დიდი ფული იყო დამჯდარი ამერიკის მიერ. ნუ პირდაპირ მაიდანი დაჭდა 5 მილიარდი დოლარი. 5 მილიარდი დოლარი. ხო. ანუ მაგას ვამბობ რა, რომ ნუ კრია რომ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იდეაში რა. მე მართლა ვფიქრობ რა ასეთ რაღაცებს რა, იმიტომ რომ შეხედე როგორ არის ეხლა გავიგეთ. მოდი ესე ვთქვათ, ის რომ კრიტიკული აზრი ამ NGO-ების მიმართ, ამ გადატრიალებების მიმართ, რომელიც რევოლუციას ვარქმევდით, ხო? ეს რომ კრიტიკული შეკითხვები გაჩნდა ჯერ ესეთი რაღაც გამოცდილების გამო, არსებობს. და მე მომხრევ ამ ომის გამო, იმიტომ რომ ნახეთ, რომ ანუ უკრაინის ომი რო არ ყოფილიყო, ეს პროექტი გაგრძელდებოდა ჩვეულებრივად. კი. და მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეხლა საქართველოს მშვიდობიან იქნებოდა დღეს. უკრაინა მაჩვენა ერთი რაღაც ამ პროექტების, რა, ანუ ძალიან ეგზისტენციალური რაღაცა აჩვენა, რა, რომ გინდა თუ ანუ ქართულ ადამიანმა დასვა შეკითხვა, მინდა თუ არა სიოცხლე. ძალიან მარტივი შეკითხვაა. თუ მინდა სიოცხლე, მაშინ რაღაცა სხვა გზით უნდა წავიდე, რა, რადიკალურად სხვა გზით უნდა წავიდე. ხო და სიოცხლემ რაღაცნაირად გაიმარჯვა და დაიწყო გადაფასება. ეხლა შენც იცი ძალიან კარგად რომ ლიბერალის შორდებით რა, ხო ეგრეა. მაგრამ სად მიდივართ არ ვიცით. კი, ეგრეა. მაგრამ რატომ არ ვიცით? იმიტომ რომ აი უბრალოდ ეს სიოცხლის თვითგადარჩენის იქით და უბრალოდ ხელი უკარეთ ლიბერალებს და უნდა დისტანციაზე აღმოჩნდეთ, მაგრამ არ გვიფიქრია სად უნდა წასულიყავით, ამის შემდეგ რა ნაბიჯი ყოფილიყო და ასე შემდეგ. სულ მაინტერესებს აი ახსოვს სხვა შორის ერთად ვიყავით გონებ შეხვედრაზე, თუმცა ჩვენ ერთ-ერთ მაღალჩინოსაც მივკითხე. ანუ ევროკავშირში რო შევდივართ მეთქი, რა ბენეფიტები გვაქვს, ან რა დათვლილია თუ არა. არ იყო დათვლილი. არაფერი, ანუ არ წოდე. ანუ უმაღლეს ხო აქ უმაღლესი ძალიან მაღალი რამისტებზე ეკონომისტია საუბარი. ხო, ტოპ ერთ-ერთი იმაზე. რომელმაც ევალება იდეაში. ევალება დათვლა, რას მივიღებთ სასარგებლოს ევროკავშირი, რას დავკარგავთ და არ იყო დათვლილი ეს. ხო და მაგას ამდა, რატო იცი? ეს არის რაღაცა ხო ხდები რა, რომ აი ეგ არის იგივე პონტი, რომ აი დავშვათ შუა საუკუნეებში. მეკითხა რომ აი რატო ვართ მართლმადიდებლები. არა, ეგ გასაგებია, კაცო, მართლმადიდებლები რატო ხარ? პასუხი იყო ძალიან ხო, აი გასაგები. ეგ ოქური იყო. არა, იმიტომ რომ ანუ რატო ამოფ ნუ კრიცი რომ მე მართლა გეუბნები რა, რომ აი ამდენი წელი გავიდა, არ ვიცი რაღაცებს პასუხი. და მეცაც გეტყვი რა, რომ ჩვენს კულტურაში მე არ გამიგია, ვინმე თქოს არ ვიცი რაღაცას. და აღნიშნა რომ მართლა არ ვიცი რაღაცები რა. არ ვიცი ირაციონალური კულტურა ვართ? კი ვართ. ანუ მეცაც გეტყვი რა, აი ყველაზე საცილო ამბავი. თუ გახსოვს შენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნაცებს ჰქონდათ ასეთი თემა, ვინ დაიწყო ომი. ხო. და თელი 10 წელი მიდოდა მაგაზე ლაპარაკი. 2022 წელს გაირკვა, რომ ომს არავინ არ იწყებს. რუსებმა ამიტომ მოიფიქრეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რომ გაეროს ერთ-ერთი ფაქტურად წესდების თანახმად ომს ვინც იწყებს არის აი ყველაზე ცუდი სახელმწიფო. ამიტომ არც რუსეთს დაუწყია ომი, არც საქართველოს დაუწყია ომი, არც უკრაინას დაუწყია ომი. ამიტომ არის რომ ყველა იფიქრებს რაღაცას შიზოფრენულ სახელებს. ამ წამოდგინე, რომ ჩვენ ისეთი არაკომპეტენტური ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი მინარევდა იმაზე, რომ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს. და ამას რომ ომი არავის არ დაუწყია.
ის იყო რუსეთისთვის, ის იყო ესე იგი საქართველოს იძულება მშვიდობისთვის და ჩვენთვის არც ვიცი რა იყო იდეაში. თავიდან კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ეგ თქვა იმან ხო, ისინი არ თქვა. შემდეგ იყო უკვე არაფერი მოგერიება ოკუპაცია. ხო, ანუ მაგას ვამბობ და წარმოიდგინე რომ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, მართლა გვაქვს რეალურად რაღაცნაირი. თუნდაც პრობლემა, ანუ მთელი ქვეყნის ანუ ოპოზიციური პარტიის თავარი იდეოლოგია იყო აგებული მას ვინ დაიწყო ომი და ამით გაშავებდნენ და სიამოვნებაში პასუხი იყო რომ არ დაუწყია. იცი რა არის? შენ გერევა ერთმანეთში არის პოლიტიკური რიტუალი, მასკარადი. მასკარადი, რიტუალი არის მასკარადი. ეს იყო პოლიტიკური მასკარადის ნაწილი. გეთანხმები ნუკლი, მაგრამ მე არ გამიგია არავისგან. მათ შორის, კაი მე პატარა ვიყავი მაშინ შედარებით, არც მაგრამ ნახატავს გავიშტერებ. მაგრამ მე არ გამიგია სოდნე ხალხისგანაც კი ეგ თემა. ხო. გაგიგია შენ? არა, აი ხო. აი მან ეგ არის თემა რომ ეს რო ყოფილიყო რომ გამოსულიყო და ეს რო ყოფილიყო რომ აი ეს არის რაღაც მაგრამ ძალიან მარტო რა ჩვენი ინტელექტუალური კლასის უსუსურობა მივიყვანა აქამდე. კი მივიყვანა აქამდე. გამბედაობა არ ყოფილა, აი დღემდე გამბედაობა ახლა უსვენდით ხო? სახელგვარი არ ვთქვათ უბრალოდ ტიპმა თქვა ეგეთი რაღაცა ამერიკის რეზოლუციაზე გაეროში რომ ეს ამერიკის კი არ არისო ტრამპის რეზოლუცია არისო რა ანუ იმის გამბედაობა გეყოს თუ რაღაცები თქვა მაგ ჯერჯერობით ამას რა გამბედაობა უნდა შენი ვალდებულება თუ ინტელექტუალური ქვია რომ რაღაცებს სახელი დაარქვა კი ბატონო და არ შეგეშინდეს ის რომ რაღაცა იმას როგორ გაიგებენ სხვა შენ უნდა თქვა და ეგრეა და შეგიძლია არა ნუ თუ შენ თანამდებობის პირი ხარ მაშინ მესმის რომ მაგის საშუალება არ შეიძლება არ გქონდეს იმიტომ თანამდებობის პირ სხვა რაღაცეები ჭირდება მაგრამ შენ თუ ინტელექტუალი ხარ აი ხა ძალიან მარტო ვსაუბრობ ჩვენ ორივეს ყავს Facebook-ში ძალიან ბევრი ქართველი ეს ვთქვა აკადემიური სივრცის წარმომადგენლები რამდენი ტიპი იცი, რომელსაც არ შეშინებია სტუდენტების განკიცხვის და ან დაუფიქსირებია აზრი, რომელიც არ იქნებოდა მის რაღაც შტერ სტუდენტებზე მორგებული. მე არ ვიცი არცეთი. არა, არიან კი, რატომ? არა, მე მომბის აი მასიურად, აი როგორც წესი, აი დიდმა ხალხმა რომელსაც რაღაც კომპეტენცია აქვს. შენ ახლა ამ საუბრობ ძალიან სპეციფიურ საკითხებზე, ესე იგი. ჩემ სფეროს ნაკლებად ეხება ეს. მე შენს ხომ არ მე მომბოდა შუთა ანუ არა ისტორიის გარდა სხვა სფეროებს გულისხმობ რა. ახლა იმიტომ ხა აი ხა ანუ მეატყობ ნუკლი იცი რომ შეხედე რაღაც აი ალბათ ჩემი აზრით მოდი ჩვენ საუბარს შევადარებთ რომ რაღაც ის დრო მოვიდა რომ ვიღაცებმა უკვე დაიწყონ თქმა რაღაცეების. აი ისეთი რაღაცეების რაც ფაჩი არ მოგვეწონოს. ხო მე ეს ჩემსაც ვიტყვი. მე მგონია რომ საქართველოში რაციონალიზმის დეფიციტი იყო რაღაცა ისეთ საკითხებზე ანუ ჩვენი ტვინი იყო ისეთ რაღაცაზე გადართული სულვადარებ ხოლმე კონსტანტინოპოლის რო ალყა ქონდა შემოწმდა ანგლოზებზე საუბარი ხო ნუ ნემსვისწერზე რამდენი ანგლოზი დაეტო აი დაახლოებით ეგეთ პოზიციაში ვიყავით არაერთხელ კი ბატონო ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში და იმიტომ როდესაც აი რაღაცა რა გვიქნეს ახლა იცი რომ დავფიქრდეთ რა გვიქნეს და როგორც წინ გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით აბსოლუტურად ირაციონალურები და ვერ გადავლეხეთ რაღაცეები. ესე იგი, გამოყარეს რაღაც ტერიტორიებიდან, ეთნიკური წმენდა მოაწყეს, შვენი, ეთნიკური ხალხი მოგვიკლეს, გამოყარეს ეთნიკური წმენდა ჩვეულებრივი. ის მოხდა, რა ქვია, ბანდიტიზმის არ აღმოჩნდა არც ერთი საზოგადოებრივი ძალა, რომ ამ ბანდიტის შეწინააღმდეგებოდა და ქვეყანაში რაღაცეები მაინც გადაერჩინა, ხო? და გონება იყო რაღაცა სხვა მიმართულებით დაკავებული, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იყო დაკავებული. იმ დროს, როდესაც ახლა მე წარმომიდგენია დაახლოებით ეგეთი გამოწვევების საფრთხის ქვეშ რო ყოფილიყო, მაგალითად მე ძველებრალებზე არ ვამბობ, ეხანდელ ებრაელებს გულისხმობ, აბსოლუტურად სხვა მობილიზაცია იქნებოდა. აუა, აუცილებლად. და არა, მე აი ესეთი ის მაგ აი ახლა რო იყოს კიდე ესე საფრთხე რო სხვა ტერიტორიები აი ეგეთი საფრთხე რო არსებობს სხვა ჩვენი კუთხეებიდან ეთნიკური წმენდა რო პოტენციალში შეიძლებაოდეს.
მე არ მჯერა რომ ისეთი მობილიზაციის უნარი გვაქვს ეხლაც კი. ოღონდ ნუკრი, მან ყველაზე ესეთი ცინიკური იცი რა არის? თუ რუსეთის საწინააღმდეგო თემა იქნება, მაშინ იქნება მობილიზაცია. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში იყოს საერთოდ არაფერი არ იქნება. ხო და ანუ ხო ხტები რა რომ ანუ მანდაც მობილიზაცია დამოკიდებული იქნება ამ NGO სექტორს და ვიღაც სხვა ქვეყნის ინტერესებს რა გავლენა იქნება ამაზე. აი რა აღმოჩნდეს რომ მაგალითად თურქეთის ინტერესია, ხო? დოგპლები ვართ. ან წარმოიდგინე ამერიკის ინტერესი რო იყოს. აი მე სულ მაგალითად ერთხელ მახსოვს ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი რომ ძალიან საცილო ამბობს რომ წარმოიდგინე რომ აფხაზებს ამერიკაში ყოლდათ ლობი მეთქი. ხო ნუ ხო არა ხო მაგას ხო წარმოიდგინე რომ აი ქუთაისაც მიიერთებდნენ ხო ისე რომ ანუ რაღაც ის იქნებოდა სხვა სახელმწიფო იქნებოდა და არა ბევრად უფრო საშინელი. ხო და იმის თქვა მინდა რომ ეხლა აი ორათავარ გაყოფილი, იმიტომ რომ ეხლა რასაც ვხედავ ამ პერიოდში მაინც ჩვენ პოლიტიკურ კლასს აღმოჩნდა მაინც ალღო რომ იმ წინააღმდეგობები პირველად აი მე ეხლა ესე ვხედავ რომ პირველად გადავლახეთ რაღაც ისეთი წინააღმდეგობები ძალიან რაციონალური ბუნებით. აი დაპირისპირებას თუ აკვირდები ოცნების კობახიძის მათ შორის ხო რა ენით ელაპარაკებდნენ რაციონალიზმის ენით ელაპარაკებდნენ და ვერაფერ დაუპირისპირდნენ რაციონალიზმს და აქამდე მიიჩნეოდა რომ რაციონალიზმი ქართული რაციონალისტი არ არის და პირიქით არის და ეხლა ეს რომ მოხდა ემოციული სამხედრო მომენტი რომ მოხდა რომ საზოგადოებამ რეალურად დაუჭირა მხარი იმ რაციონალურ ახსნებს რაც შემოგთავაზა და იმ ამ რაციონალიზმის გარდა იმ ენას ნუ გლობალური ომის პარტიის შიგნით რა ეციმალებოდა ყველამ კარგად ვიცოდით სიამდვილეში რა ხო ხა ნუ და ამას რომ დაუჭირა მხარი ეს ნიშნავს რომ რაღაც რაციონალიზმის ელემენტი გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში პირველად და მე სწორედ ეს მინდა რომ ეს იყოს ჩვენი ტრადიცია. ნუკლი ანუ მე რა მინდა იცი შეხედე მე მინდა რომ ამას პროცესები მოყვეს რა რომ გაგრძელდეს რომ ჩვენ რაღაცებზე დავიწყოთ ფიქრი რაღაცები გავაანალიზოთ რა რაღაცებზე ვთქვათ რომ არ ვიცით რაღაცები ვისწავლოთ რაღაცა დონე გაიზარდოს რა ანუ დისკუსიის დონე შემოვიდეს იმიტომ რომ აი ხო ბოლო პერიოდში აი ჩვენ მაყურებელს ვკითხოთ რა ბოლო პერიოდში სადნახეთ რამე დისკუსია რომელიც საინტერესო იქნებოდა მელია და გირჩი აი მელია და გირჩი არა საინტერესო არა მართლა მე არ მინახავს ანუ მეცაც ვამბობ რა აი თუ პოლიტიკოსებს არ შეუულიათ აი ისე ვამბობ ანალიტიკოსები ინტელექტუალები ისინი ვინც არ არიან მაინც და მაინც პარტიული ცხოვრებით დაინტერესებული მან დახლა არის მეორე მომენტი აი ხა რა საფრთხე აქვს მაგას გამოთქვამ აზრს და აუცილებლად შემოგივარდებიან ანგაჟირებული შუასაკის ქალების არმია რომელიც ანუ მართლა ფსიქიკური პრობლემებს მქონე ხალხი და დაგიწყებენ შეურაცხყოფებს ხა ეგეთი ეგრე გაუძლო მაგას იცი რა არის ესეთი ადამიანების კატეგორია ჩვენ უახლეს ისტორიაში ყოველთვის იყო მაგრამ ხო ვის შუაზეიული ხო ამას აქვს დიდი მნიშვნელობა არა უკვე რა სამოფიცერო შეხედე უკვე უნდა შეგვეძლოს ჩვენ რა რაღაცებს თქმა რა ანუ ჩემი აზრით ეს ჩამოსაყალიბებელია იმიტომ რომ ჩამოსაყალიბებელია ანუ ბევრი შეხედე როგორ არის რომ ჩვენ საბჭოთა კავშირი რო დაიშალა საბჭოთა კავშირში ყავდა ცენტრი რომელიც მართავდა და ეგ ლობი ყავდა ხო შემდეგ შემდეგ ჩვენ ავდექით ეს ცენტრი გადავაბარეთ ვიღაცებს რა და 30 წელი გავიდა და აღმოჩნდა რომ სხვებს რო ჩავაბარეთ ჩვენი მართვის არაფორმალური ფუნქციები გვმართავენ თურმე ეხლა გვიკვირს ანუ ჩვენ რო ეხლა აი მაგალითად ჩვენ ეგეთი შეთანხმება რო ყოფილიყო კი იქიდან მიმართებით მაგრამ ჩვენ ისეთი ლობი გვყავს ვაშინგტონში პირობითად და ბრიუსელში როგორც ისრაელს ყავს მაგალითად როგორც ყავდა თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში იქიდან რაღაცა ეგ გასაგები იქნება მაგრამ არც ის რა ყავს ხო არ ყავს ფაქტია ხო არა იმიტომ რომ ვერ გიყოლება პრინციპში ვაშინგტონში ბატონო ისე შეხედე ხა აი მართლა რა რომ
გახსოვს შენც გამოგიზავნე ეს მოლდოველების საკეთებული ვიდეო რო იყო. რომ ანუ მოლდოველები ბლოგერები რომ ამბობდნენ რომ აი საქართველოს რა მაგარი ქვეყანაა რა. ანუ პირველად გამისწორდა რომ რაღაცა რომ მეთქი აი ვიღაცები ქართველები მოყავთ მაგათაც როგორც აი არა რაღაცა ველური ეგზალტირებული ტიპების რომელსაც რაღაც სიგიჟეს აკეთებენ. ანუ როგორც აი რაციონალ ხალხს რომ ანუ ძალიან მარტივია რომ 2022 წელს მოლდოვამ შეუერთდა რაღაც სანქციებს და პოლიტიკა გააკეთა, ანუ უსათის საწინააღმდეგო. ჩვენ არ გავაკეთეთ. მოლდოვის ეკონომიკა არ გაზრდილა ამ დროს განმავლობაში. და ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა, რა ვიცი, მესამედით მაინც. და ამან რამდენი ის გამოიწვია, ხო, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამდენი ფული შეიქმნა, ხელფასები გაიზარდა, რამდენი პრობლემა მოგვარდა ქვეყანაში და თავი რა არის, რომ ამ დროს მთელი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვდა, რომ ჩვენ 0%-იან ეკონომიკურიც დავქრონოდა. კი. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხს შევეხეთ და უფრო ეს პოდკასტი გავდა ორ მეგობრის ლაპარაკს სხვა საკითხზე, ვიდრე რაღაც წინასწარ განსაზღვრულ თემაზე არ გვისაუბრია. მაგრამ მგონია, რომ ესეთი ლაპარაკები ყველგან არის, ყველა სამეგობროში არის და ამიტომ საჭიროა რაღაცნაირად შევაჯამოთ ეს ჩვენი ლაპარაკი ხოლმე. თქვენს დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში, რაზე ფიქრობთ თქვენ, თქვენი მეგობრებთან რა არის ის საკითხები, ის ირგვლივათაც ახდენთ რაღაც კონცენტრაციას. მე მჯერა რომ მე ვხედავ სოციალურ ქსელებში, ხედავ საზოგადოებაში, რომ ჩვენ ვიზრდებით როგორც საზოგადოება, ვიზრდებით როგორც ერი, ხდებით უფრო რაციონალურები და კი, დახვება ეს ირაციონალიზმის რაღაცა წარსული, ესე ვთქვათ, და მომენტი, მაგრამ გადალახვადია ეს, მგონია, რომ რაც უფრო გაიზრდება ჩვენი სახელმწიფო და ეს ინსტიტუტები რაც უფრო ჩამოყალიბდება, მით უფრო რაციონალურებიც ვიქნებით. რაც ნიშნავს, რომ უფრო წარმატებულებიც ვიქნებით. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.